ეხლა ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, შენობის წინ, რომელსაც დღეს ქვია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ამ შენობას უკავშირდება ერთი კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი, დამოუკიდებელი საქართველოს სრულფასოვანი, ანუ დე-იურე აღიარება, რომელიც მოხდა 1921 წლის 27 დეკემბერს. 1919-დან 21 წლამდე საბჭოთა ოკუპაციამდე მუშაობდა საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, რომელიც დამფუძნებელი კრებლის სახელით არის ცნობილი. 1921 წლის ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, იანვრის ბოლოს, 27 იანვარს, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ სრულფასოვანი აღიარება, დე-იურე აღიარება იმ დროინდელ საერთაშორისო სამართალში ასე უწოდებდნენ, რაც იყო ფაქტიურად საქართველოსთვის სამშვიდობოს გასვლის ბილეთი. ეს ნიშნავდა უკვე ერთა ლიგაში გაწევრიანებას, ერთა ლიგა კი იყო კოლექტიური უსაფრთხოების კომპონენტის მქონე ორგანიზაცია იმ დროინდელ მსოფლიოში და ერთი სიტყვით ეს ნიშნავდა უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფას. და აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი და უსამართლოდ დაუწყებული მოვლენის აღსანიშნავად 1921 წლის 6 თებერვალს აქ გაიმართა აღლუმი. მანამდე გამოცხადდა ეს ცნობა და ამ ცნობას ისმენდნენ მოქალაქეები. ამ ფანჯრიდან მოქალაქეებს ესალმებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ნოე ჟორდანია და 6 თებერვალს გაიმართა აღლუმი, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისში აკრედიტებული დიპლომატები, სამხედრო ატაშეები. საქართველოს მთელი თბილისის საზოგადოება ზეიმობდა საქართველოს დე-იურე აღიარებას. სულ ცოტა ხანში, სულ რამდენიმე კვირაში იოსებ სტალინის ინიციატივით და მეცადინეობით საბჭოთა რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ.